ნატოს პოზიცია საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამოსვლის დროს გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი განაგრძობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დახმარებას რეფორმების გატარების და ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბების მხრივ, რადგან პარტნიორების მხარდაჭერა ნატოს ინტერესებშია. გამოსვლისას გენერალურმა მდივანმა რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო ევროპაში უსაფრთხოების საკითხების გაძლიერებაზეც მიანიშნა. საუბარი შეეხო ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანებასაც, რა დროსაც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი წლის ბოლოსთვის განიხილება. რუსეთი თავისი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას წლების განმავლობაში არ ღვევდა და დღესაც იგივეს განაგრძობს. უკრაინის სურვილს ევროკავშირს დაუახლოვდეს რუსეთმა ჯარი დაუპირისპირა, ისევე როგორც საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას. ეს სახელმწიფოები ბუფერულ ზონებს არ წარმოადგენენ. ისინი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოები არიან, მათ აქვთ უფლება თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი და ჩვენ განვაგრძობთ მათ დახმარებას ამ გზაზე.